დილა მშვიდობისა. ჩვენ როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ კლინიკაში ვართ. გავიკეთე ყავა. მოვწესრიგდი. დედაჩემმა მომიტანა ჩუჩხელები. ამიტომ ეხლა ყავასთან ეს მხარე უფრო მიყვარს სხვათა შორის, ვიდრე ეს ბავშვობაში, აი ეს მხარე მიყვარდა ეხლა პირიქით. გუშინ დედაჩემი იყო მოსული, მიდიკო იყო ისევ მოსული, ცოტა გაგვამხიარულეს და წავიდნენ. ცოტა ეს გადავახვიოთ. მე გადავავლებ. ეხლა რო არა ვდგე მაგის გამო. ცოტა გაგვამხიარულეს. კიდევ ის თქმა მიდოდა. ალექსანდრა რა შედარება? ბევრად კარგად გრძნობს თავს. სიცხე აღარ ქონია. აქტიურია, გუშინ ძალიან დიდი ხანი იჯდა და მათემატიკას წერდა. თქვენ თუ გონიათ, რომ ჩვენ აქ და ჩვენ აქ მხოლოდ მკურნალობთ, ვჭამთ და ალექსანდრა ტელეფონში იყურება, ძალიან ცდებით. ალექსანდრუშკა მეცადინეობს. როგორი ჭკვია. Ты молодец, Суми. Тогда давай 30. Плюс 28. 58. Умничка. Тогда 38. Плюс 38. Плюс 15. Подумай. А 53. Точно. Так. А 38 плюс 32 сколько будет? Сколько? 38 плюс 32. 38. Минус. Плюс Плюс 32. 32. Правильно, умничка. Потому что если убрать эти 3, равно 10. А это 6. Пока что 60, потом 10. Да, правильно, умница. დღეს ველოდებით ახლა ექიმს მოვა. ექიმი ჩვენი მკურნალი ნინო, ძალიან საყვარელი გოგოა. მე მგონი ვარამაშვილი როგორ თუ სწორად მახსოვს. ძალიან კარგია, ძალიან ყურადღებიანია, თბილია და საყვარელია. მე რომ მიყვარს ისეთია მოკლედ. და ხელახლა გადავაბერებთ ანალიზებს, ალექსანდრუშკას ანალიზებს და ნახოთ თუ უკეთესობა იქნება ანალიზებში და თუ სიცხე არ გექნებათო, მაშინ დღეს 2 საათის მერე გაგვწერენ სახლში. ძალიან დიდი იმედი მაქვს. რომ ყველაფერი კარგად იქნება. წინასწარ არ მინდა ესე, უბრალოდ უკვე წინასწარ რაღაცა გამიხარდა. სახლში მივდივარ, всё ხვალ სახლში ვიქნები, всё ხვალ სახლში გამწერენ და ეხლა ნერვიულობ, რომ აი რატო გავიხარე ესე წინასწარ. ანუ არ შეიძლება. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მე თავს რო ვნები, რომ მე არც არ მიჩქარება საერთოდ, მთავარია ალექსანდრა იყოს კარგად. ეს არის ყველაზე მთავარი. გუშინ კარგად ეძინა, ანუ სიცხე არ ქონდა, მაგრამ რაღაცეები ეს იზმრებოდა ჯუჯღუნებდა რაღაცეებს. კიდე მქონდა დაბუსტული რეკლამა და რაც აქ ვარ, ცულ იწერებიან, ზოგმა უკვე შემიკვეთა, ზოგი რო იგებს, რომ კლინიკაში ვარ, აღარ უნდა ხოლმე. ხო და ამიტომ ეხლა შეკვეთები ავიღე, რა თქმა უნდა, აქედანაც და სახლში რომ მივალ, გუშინ დედაჩემს ვეუბნებოდი, კაკ პაპა კარლა.
უნდა ვიმუშაო, დავკერო. ვინც არ იცით, ჩემი ბრენდი სადმე დაგიდოვებთ ლავას მსახიობებელ ადგილას და დაკიც და გადმოდით და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამი, ძალიან გთხოვ. შეძლებს დაგვარად, ვისაც სურვილი გექნებათ, ძალიან გთხოვთ, გადააზიარეთ ჩემი ეს პოსტი, რომ არის გულებიანი ბავშვების თოჯინებისთვის, რომელსაც გეუბნებოდით თქვენს. რა თქმა უნდა, საუზმე. ნახოთ სადაც. ჩაი, კარაქი, შაქარიც, ხაჭო არაჟანთან ერთად და რაღაცა ფაფა იქნება. ეს რა არის? მანის ფაფა, მარის, ჩემს მარის უყვარს მანის ფაფა. Okay, so. Как ты себя чувствуешь? Хорошо? Анализები აუღეს, ანტიბიოტიკიც გაუკეთეს, გადასხმაც გაუკეთეს. ეხლა ზის და უყურებს მულტფილმს. დილას საუზმე არ მოეწონა, ამიტომ არაფერი არ უჭამია ქათმის ხორცის გარდა, რაც ჩვენ გვქონდა. ხო და რა ვიცი, ველოდებით აბა პასუხებს რა და როგორ იქნება, ცოტა ნერვიულობ. დავივარცხნეთ მოუწესრიგდით. Не сработало. ცოტას ნერვიულობ. მინდა რომ ყველაფერი კარგად გქონდეს და შვიდად წავიდე სახლში. გემოგლობინი აქვს დაბალი, ვიცი და შეიძლება ეხლა კიდევ უფრო დაბალი გქონდეს და დაუნიშნავენ წამლებს და მიმკურნალებთ. Сто раз повторила. Деловая эта колбаса у меня. Мама тебя любит. Я вот тут красиво делаю, а ты Мама тебя любит. Я говорю. А? тоже. А ну-ка посмотрите сюда. Я люблю. ხაცნაირად ვარ შინაგანად აფორიაქებული. ალბათ მოლოდინის რეჟიმში რო ვარ, მაგიტო და რომ მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და ზოგადად როცა ანალიზებს ვაბარებთ, ყოველთვის ჩემზეც ალექსანდრასაც ყოველთვის ეგრე ვარ ხოლმე აფორიაქებული. გარეთ ნეტა რა ხდება, ცივა, თბილა, გათბობა არ ყოფილა. ბავშვები არ დადიან, ძალიან ბევრი ბავშვი არის აბად. ძალიან უცნაურია ეს კვო თუ არ იყო მზად იმისთვის, რომ ბავშვები მიიღოთ, ჯერ მერხების პრობლემა იყო, კლასების პრობლემა იყო, ახლა გათბობის პრობლემა. ანუ დეკემბერია და ბავშვებს გათბობა არ აქვს სკოლაში. ეს საერთოდ რანაირად აი მართლა ძალიან მეროდნენ, თუ მზად არ იყო ეს სკოლა. რატო გადმოგიყვანეს ამ სკოლაში? რატო დაგვაბრუნეს? ბევრი ბავშვი გახდა ავად, ну რა თქმა უნდა, ეხლა მე არ ვაპირებ ალექსანდრას სკოლაში გაშვებას, ну ასე უცებ ყოველ შემთხვევაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს გადმობა ჩაერთება. ის კი არა ვფიქრობდი, რომ არ ვიცი, განცხადება უნდა დავწერო თუ რა უნდა გავაკეთო, რომ ალექსანდრა არ ვატარო სკოლაში, იქნება მოვაძლიერო, თქო ვფიქრობ. მე ზამთრის არდადეგებიც იწყება და აი მართლა ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ყველაზე უბედურება იცით რაშია? სახლში რო ხარ და მაინც ავად რო ხდება, აი მაგაშიც უბედურება არის. ჩვენ Нормальная еда будет дома. А что тебе не понравилось? Каша. Каша? Давай садись. Вот здесь давай бери. მივდივართ სახლში. ნელა ეხლა იყო ექიმი შემოსული. ანალიზები უკეთესი აქვს ალექსანდრუშკას, იმიტომ გახარებული ვარ. ცოტა რაღაცნაირად ვიყავი, ნერვიულობდი ანალიზებზე, რომ მეთქი ეხლა რომ თორე უკეთესობა არ იყოს, განაიმას ნერვიულობდი, რომ აქ დარჩენა მიწევდა, ანუ რატო არ უნდა გქონდეს უკეთესობა ანალიზებში, როცა ამდეს მკურნალობთ თქო და ამიტომ
ცოტა გულზე მომეშვა, მაგრამ რაღაცნაირი ფორი აქ მაქვს მაინც შინაგანი. არ ვიცი რატო არ ეს. მინდა დავუშვიდე და მინდა ყველაფერი კარგად იყოს. მინდა რომ ყველაფერი каргад გქონდეს. Что хочешь? Что ищешь? Там чай, ну не открывай сейчас, пожалуйста, все. Что ты хочешь? Что ты хочешь? Спрашивай. Оставишь вот эти. Положи, зачем? Оставишь Нельзя в мне больнице. дома. Да, нельзя в больнице ничего оставлять. Вот это. Это домой забираешь. Вот это домой оставь. Я буду из этих поделок делать. Хорошо. Да думаешь, не знаю ты таких, а? Вот сколько мы уже вместе? Аня, Мы тут друг друга... почему у меня... Вот. Крылая маечка какая-то. А где ты работаешь, а? Раскрывала свой бизнес. Ася, это так неправильно, правильно. Вот так, но оно меньше. Это больше. Ну вот, чем спыльперс. Так, давай пакет надо взять. Сейчас вот это все надо выкинуть. Что ты тут бросила? Титю. Титю. Кто мамина? Я выросла. Выросла, не то слово. Давай, иди ко мне. Давай, ручки сюда. Волосы пускай сейчас будет. В такси быстренько сядем, да? Хоп, хей, лалалей. Я подумала, что себе холодно. Чуть с ума не сошла. Так, это Александра с წამლები დამწერა ექიმ რაც სჭირდება რომ ვუყიდო და ვუმკურნალო და ანალიზები ყველაფერი. Не знаю, сейчас я даже не представляю. Давай позвоню. Что там? Мирико делает? Вот так, вот так. Вот там. Только там нет нашей квартиры. Я не вижу. Вот наша квартира. Угу. Нет, вот она. Куда я смотрю, а? Куда ты смотришь, а? Вот наша квартира. Где? Нам далеко-далеко надо пока А ехать. я не вижу, там красный. И Хорошо, Бемиро. Космис. Ჩვენ ახლა ქვევით ჩავდივართ, გადავიდით და მივდივართ. Всё. იყავი შენ მეტაკს გამოვიძახე და წავალ ჩვენ დაფუძნდები ნიმუშავა ხელს. уже минута идет. Окей, хорошо, кай, дაგირეკო. Окей, кай. Минута. А секунды? Секунды, минута, час. Сексиллион? А, нет, день. А что я раньше в Москве не выдумывала? Опа, раз, как в школе, да? А ты можешь просто поставить? О, и вот так все делать. Оп. Нанина, господи, на кого ты тут у меня похожа? Ну ничего. Сейчас домой Кому-то побежим. явно не повезло столько. Ну что, скажем больнице пока-пока? Скажи пока-пока, больница. Спасибо тебе за все, скажи, Как да? ты вот так говоришь? Ты поцелуй. Люблю тебя. Поправь сумку свою. Я с тобой иду. Давай нажимай, пожалуйста. Вниз нам надо идти. Или с той стороны нажми. И здесь нажми. Это вверх, а это вниз идет. Пойдем. Это кушать принесли. Смотри, детка. О, все, давай заходим. Забегай. Пам-парам, пам-парам, пам-парам-парам. Я так рада, что идем домой. Ура! А ты? И так нас будет нормально ловить. Вот что тебя волнует единственное, да? Давай, выходи. Вы же правильно вышли, да? Александрушка. Ура, да? Пока-пока там Мирия, да? Работают они там.
ჩვენ უკვე სახლში ვართ, როგორც ხედავთ, ალექსანდრიშკას ოთახში ვზივარ. ქალბატონი აგერ არის წამოგორებული და მიირთმევს სენდვიჩს. ჯვარისწერია, თვითონ არც მინდა არაფერი ვილაპარაკო. გადავივლეთ მოწესრიგდით გათბობას, ავუწიე რომ სახლში სითბო იყოს, მაგრამ რაღაცა მეჩვენება რომ ამას ცივი ფეხები აქვს. ხო, გათბობა ჩართულია, კაცო, სახლში სექტემბრიდან მაქვს ჩართული იყო, სექტემბერში დაბალზე მქონდა დაყენებული და იმდენად თბილი შემოდგომა გქონდა, არც იყო საჭირო 40-45-ზე მეყენა, რომ სახლში ესეთი ტემპერატურა ყოფილიყო და ეხლა უკვე ავუწიე 60-ზე, რომ სახლში იყოს სითბო, თან საავადმყოფოდან დღეს დავბრუნდით, ალექსანდრას გადავავლე უკვე, სხვა გზა არ იყო, უეჭველი უნდა გადამევლო, შეიძლებოდა თავი შემეკავებინა, მაგრამ მე ვერ ვიკავებ ხოლმე ასეთ დროს თავს, რა ვქნა, ჯანმრთელობა და სისუფთავე ერთად. ხო, პარალელურად გავიკეთე ყავა და პარალელურად იქით ოთახში ვმუშაობ, შეკვეთებს ვაწყობ, ხვალიდან უკვე ნაწილს დავარიგებ, ნაწილი ჯერ დასამზადებელია, მოკლედ მთელი ამბები გვაქვს ჩემო-კარგებო. მე აქედან დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას კეთილი სურვილებისთვის, აი იმდენმა მომწერეთ, რომ მალე გამოჯანმრთელება ალექსანდრას, მალე გამოჯანმრთელება ალექსანდრას, აგერ კი ვართ 3 დღეში სახლში, ეს არის პირველი შემთხვევა, მე მგონი 3 დღეში რომ სახლში ვართ, იმიტომ რომ 5 დღე ვრჩებოდით ხოლმე კლინიკაში, ან 7 დღე, ეს არის ყველაზე ისეთი 3 ღამე ვიყავით. ხო და უღრმესი მადლობა თქვენ კეთილი სურვილებისთვის, კოცით ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგში, გპირდებით რომ ყოველდღიური ვლოგები იქნება. მინდოდა ვლოგმასები, მაგრამ უკვე დღეს 3 დეკემბერია და ისე დაიწყო, რომ ამას ვლოგმასებს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. კოცით ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგში.